მოგესალმებით მეგობრებო, დღეს შევიმყოფებით პარლამენტის შენობის წინ. მოგეხსენებათ დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგედიული დღე არის. 1989 წელს 9 აპრილს საბჭოთა არმიის მიერ დარბევა მოხდა სწორად აი ამ ადგილას. ასობით ადამიანი დაშავდა, 21 ადამიანი დაიღუპა, გმირულად დაიღუპა ეს ადამიანები, რომელიც აქ იდგნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ებრძოდნენ, რომელიც მშვიდად ებრძოდნენ და ამ მშვიდ მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდა საბჭოთა არმიამ. ეს ის ადამიანებია მეგობრებო, რომელიც გმირულად დაიღუპნენ 36 წლის წინ. ეს გახლავთ 9 აპრილის დაღუპულთა მემორიალი მეგობრებო. მეგობრებო, აქ თქვენ ხედავთ უამრავი ადამიანია შეგრებილი დღევანდელი დღისადმი, რომელიც უსამძიმრებენ დაღუპულთა ხსოვნას და მეც აქედან მინდა რომ მივუსამძიმრო ჩვენს გმირების ოჯახებს მთელ საქართველოს, რომელთმა ნათელში ამოყოს მათი სული, რომელიც დღევანდელი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ებრძოდნენ. მადლობთ ყურადღებისთვის.